იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი მათთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, აფხაზეთში დღეს არსებული ვითარებისა და მინისტრის აპარატის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯების გაცნობა იყო. პირველ რიგში მინდა აღნიშნო და მივესალმებით ამ ტიპის ღონისძიებებს, განსაკუთრებით უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტების მოსვლას სამინისტროში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ მათ ვაცნობთ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვიმედოვნებ და გვაქვს მოლოდინი, რომ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს თქვა თანამშრომლობა უფსალას უნივერსიტეტთან, ჩვენი უნივერსიტეტის დახმარებით და ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქართულ-აფხაზური მიმართულებით საერთაშორისო ფორმატში მოვახერხოთ ჩვენი ახალგაზრდების დევნილების ჩართვა ყველა მიმართულების შესაძლებლობის ფარგლებში და ეს თანამშრომლობა იქნება საინტერესო, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაყოფიერი შეხვედრის შედეგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას როგორც შვედეთში, ისე ზოგადად სკანდინავიაში ევროპის ქვეყნებში დევნილებისთვის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების და სხვადასხვა პროექტების ორგანიზება ჩართულობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანთა უფლებების დარღვევას კონფლიქტის ზონებში. ეს არის განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც პერმანენტულად ილახება დევნილთა უფლებები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების უფლებები, მათი სწავლების, მათი განათლების, მათ სხვადასხვა ჩართულობის კუთხით და განსაკუთრებით ეს არის ოკუპაციურ რეჟიმი, რომელიც ძალადობს პრაქტიკულად ყველა ოჯახზე. ამ მიმართულებით ინფორმირება ჩვენი მეგობრების მნიშვნელოვანია და ახალგაზრდების დონეზე ამ ტიპის ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის საწყისი და მომავალი, რომელიც ჩვენი ევროპული ოჯახის ერთ-ერთი დიდი მაერთიანებელი იქნება. შეხვედრაზე შვედ სტუდენტებს გააცნეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები. ისაუბრეს აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე და ამ კუთხით დღეს არსებულ ვითარებაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების საგანგაშო მდგომარეობას და ხაზი გაუსვეს ქართული მხარის ჩართულობას ვითარების გაუმჯობესებისათვის. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ისინი პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობენ და ასეთი ტიპის შეხვედრები მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. შეხვედრას არაფორმალური ხასიათი ჰქონდა და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტები ვართ და შესაბამისად დაინტერესებულნი ვართ საქართველოს პერსპექტივების შესწავლით. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენ არ ვფლობდით დეტალურ ინფორმაციას აქ არსებულ ვითარებაზე ადამიანთა უფლებების კუთხით. თუმცა დღევანდელი შეხვედრა ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ადამიანთა უფლებების მიმართ და შესაბამისად განსხვავებულ გზებს გვთავაზობენ ადამიანთა უფლებების უზრუნველსაყოფად. ამ კუთხით გამოცდილების მიღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესოა ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც სხვადასხვა პერსპექტივები და განსხვავებული კონფლიქტური სიტუაცია აქვთ. საქართველოს აქამდე კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ქვეყანაში ძალიან პრობლემური საკითხია. ყველა კონფლიქტს სხვადასხვა სპეციფიური მახასიათებლები აქვს და ამიტომ საჭიროა მათი დეტალური შესწავლა. შვედეთისგან განსხვავებული ვითარება გაქვთ და ამიტომ ცოდნის როგორც გასაზიარებლად, ასევე მის მისაღებად მოვედით. ამ კუთხით ეს შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.